მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ხოლმე დავჭით მე და ქართლოსი. შემოგვაგალდა ხალხი. მარგი არ არის ნიკოლაოს სხვა საქმეზე არიან განაწილებულები და მე მგონი ცოტა თავი მოგაბეზრეთ, მივდივართ საზღვიდურად ქართლოს. ფოთში. მითი ქართლოსი ვანგლერი. ხო და ამ ეტაპზე უკვე მივდივართ, ჩემი მანქანა უნდა ჩამოვიყვანოთ. შენ წითელი არ არის. ხო, წინაზე ბევრმა მომილოცა წითელი მანქანა რო იყო ჩემი და მადლობა ყველას, მაგრამ მე წითელი მანქანა იყო ნიკოლაოსასი. ეხლა ჩამოვყავთ ჩემი მანქანა, მე მგონი ესეთ ვიდეოები თავს აღარ მოგაწყენთ. ხო, თუმცა თავს ვერ დავდებთ. ის რომ ჩემი მანქანა წინა GX-ი გავყიდე და ვიყიდე სხვა მანქანა, რომელსაც ახლა ნახავთ რომელია. მაგაზე ცოტა ვცლად ჩემი მანქანის განხილვის დროს ვილაპარაკებ, თუ რატო გავყიდე და რატო ვიყიდე ის რაც ახლა მოყავს. სხვა ყველაფერს კიდე დანარჩენს ნენელა მივიდეთ ტერმინალში, გავაკეთოთ ის სამწევრო და იქ უნდა დროზე გამოვიყვანოთ. უკვე 10 საათია ცოტა დაგვიგვიანდა კიდეც. განამდე გზის ასევე მინდა მადლობა გადაუხადო კომპანია ამბოლს, რომელთანაც თანამშრომლობ და უბრალოდ ხაზის საბურავი და ჩვენი სახელით გვაქვს დამატებით 5%-იანი ფასდაკლება არსებულ ფასებზე. თუ რაიმე ფასდაკლება არის უკვე არსებული ამბოლში, პლუს დაემატება ჩვენი 5%-ით. შესაძლოა გთხოვთ მოგწეროთ. ტერმინალს საუბრობ და უფრო შავდებოდა ჩვენი გეგმა რომ წავიდეთ სანაპიროზე და დავждეთ დაველოდოთ იქ ჩვენს რიგს. მე მგონი არ შეგვიშლება რა ეს თვითონაც. 50-50. ხო, ასევე ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ხო კომფორტულად გესმის ხმა დამატებით ხუხუნთან და ხუხუნთან ერთად. ეს იცით რატო? იმიტომ მიკროფონები მარგეს აქ წაღებული. ისე დაემთხვა რომ ისე უცბად მოხდა ამ კონტეინერს გახსნა რომ მარგეს ჩამოსვლა ნიკოლაოსასი ვერ მოესწრო. ძალკე არიან სხვანი წასულები რაღაც თურქი. ცოტა ეს დისკომფორტისთვის ბოდიში მაგის გამო. ნუ აქ მარგე იჩალჩებს რაღაცა ხმას აწევს ჩაწევს. რაღაცა მარგურების ხმა ჩაახშოს. ო, რამე ვანგლერის ხმა არ ჩასახშობ. ვანგლერის ხმა გათიშეთქი. დავტოვეთ სამუთები, მე-4 ათეულში ხარო გვითხრეს რიგში. ჩვენ გვაქვს მინიმუმ 1-2 საათი. მინიმუმ წამოვედით ჩვენს ლამაზ ადგილას, სადაც მოვდივართ ხოლმე. ცოტა ხანი აქ დავждებით და დავისვენებთ გემრიელად. თაორია არ ჩავჩერდეთ ჩემ მანქანამდე მისასვლელი გზა საძებნელი არ გაგვიხდეს. ქართლოს ძალიან გავუთხამავდი. ახე ვანგლერია ბიჭო. ტრეილერები რატო დგანალი? ხმორიძირები. შენი. აი, ამოგარტყა? ამოყარა ეგრევე. აი, სად დავაყენო. აი ეს. აი ეს, ხომიდი. აი ეს დააყენე. ერთ-ერთ დონაც ხომ მოვარტყა. აქ რო გდივართ ისე მოდუხდებოდი ხო. გავიდა 1-2 საათი. ველოდეთ. ვიყავით ვიყავით სანაპიროზე და ეხლა წავედით ისევ ტერმინალში. აბა, რას შენი ფსონები როგორია? მე მგონია რომ შესვენებამდე ვერ მოესწრება, პირველამდე მუშაობენ და მერე შესვენებენ. ისე წინაზე ეგრე მივედით და ნავის გამოყვანილი იყო. ნიკოლაოს მანქანამ კაი ხანია იდო იქ და ნახოთ აბა. იმედია ეგრე იქნება. ნახოთ მივიდეთ. მივედით და რას წავიღოთ უკვე ჯამსტარტერი? ელექტროდამკოკი. გავაყოლოთ თუ არა და აქვევართ რა. აი წამოვნახოთ აბა. იმედი გვაქვს რომ გამოყვანილი იქნება. ჩამოვიდა აკოს მანქანაც. აკო რა სიტყვი აბა? ეს არის კაცო? უი, ეს ყოფილა. ესეც აკოს ახალი ვანგლერი. ლურჯა. რუბიკონი.
ბოლტი აკლია, კოაქა ბოლტი აკლია, ვაიმე ვაი. აბარა ხდება რა შვებით, როგორ შვებით. არა, აქვს ვაფშე გეცადა იქნები ქოქება. უი, ეს არის. ის მინდა ნახოს ერთიან რაღაც. ეს ინჟინერი. ეს არის ხო გრაული? კი, კი. არის. ეს ზეცი არის, მაგრამ რაღაცა უცნაური ფერია. წყალ შეხედე, რა ვიცი. სითხებს. კაი, აბა დაზიანება ნახოთ რა არის. ქვევიდან არა აქვს. არ არის ქვევიდან სლაიდერი, ეგრეთ წოდებული. პატარაზე არის აქ შეღუნული. პრინციპში დიდად არაფერი, რავი. Like new condition რა. პატარაზე ეს კარებია ზაზორში არეული. ეს კრილოს ფენდერი ეგრეთ წოდებული. აო ნახოთ დაიქოქება. ყავრობაშია, ყავრობაში. არა, ყუდარია. კაი, დაიქოქა. ა? დაიქოქა, რა სიტყვი? ო, დავკופეთ. ნოვი, გავყვათ ემელა და ჩავხსნათ ეხა და ხო, გარედან ჩავერთოთ. აი, გამოვიდა. წადი. აი, მოვედით ფაქტურად ჩვენ პროფილაქტიკაში. აი, ესეთი რაღაცას აკეთებს აკო და სადმიდის ვერ გაყვიგდე. რას აკეთებს სადადის? სად მოვედით აკო? ჩვენს პროფილაქტიკაში. აი, ეხლა გადავიღებთ თან. აი ესენი ინდიგოს აქვს ეგეთი მომსახურება, ჩავადებინეთ, ნესტის დამჭერი ბადი არის, თუ პაკეტია, რაც ნახე რამდენი წყალები დაგროვებული. და რავი, ნესტის სუნი და შიმორის სუნი მანქანაში მაგალითად საერთოდ არ მიწვია ახლა. ხო, ფაქტი რამდენი თვია თან გზაშია. ხო, უკან ერთი აკდევს, ერთი უკან, მე წამოწანას ნახოთ. აბა. ო, აი კიდეა პირდაპირ. კაი ბლომად წყალია დაგროვებული რა. მოდი ახლა მოკვერძი განვიხილოთ ეს მანქანა. აბა რა აქვს, რა აქვს, რა მანქანაა ვაფშე. მოდი ახლა უცად მივაყენო და აი ეს არის დაზიანება. და მე მგონი ეს ხელით ვარ შეგიშალა ავაწყებ რა. ხო, თით ცოტა შიგნითაა და მაგრამ ის სამაგრია ეს ერთი ცალი მე თითქოს თავის ადგილზეა. აი, ნახოთ, აბა რას ვიზავთ და განახოთ. ასე უკანა ბამპერი მივაყენეთ. ნომერს მივაყენებთ. დაგვრჩა ამის მიყენება. გავყვებით. აბა აკორაო. ეგ მე მოვაც. ეს სურაფერი წყალია, ეს აშკარად არ ვიცი. მარილიანია სავარაუდოდ. ოკეანის ნესტია. კი. სუნი ალბათ მოცილა მანქანას. კი, ფაქტია რომ სიშმურის სუნი ნახდად არაა. ესეც ესე მეგობრებო ჩამოვიდა როგორც იქნა ეს არის უკვე ჩემი. მესამე რაც წინავიდეოებში ქონა ნახსენები. რაც ქონდა მოხსნილი ნახეთ ვიდეოში უკვე რომ მივაყენეთ ეგ ყველაფერი პატარა რაღაცა კორექტირება გასაკეთებელი აქვს. თუმცა რავი, მაგას მე ნელა მივხედავთ. აბა რა არის, როგორია მოყევი, რა მანქანა არის? ნუ ეს არის 20 წლიანი Jeep Rubicon-ი. რეკონ პაკეტია და თავის რაღაც დამატებები აქვს. მაგალითად, სალონში წითელი ღვედებია, გოპარის ძალოვანი რკინის ბამპერებია, ლედნახურებია. უკანა აქვს ძალიან კაი რაღაცა მოდი განახოთ. საფეხური?
პეპასის საფეხური ფეხს რო ადგა. ხო, განსხვავებით ამისგან, რომ ამას ფეხს საერთოდ ვერ ადგავ. მხოლოდ სლაიდერია ის. მოყვება კიდე ძალიან კაი რაღაცა ეს მოპარის გამაძლიერებლის. ხო, ეგრეთ წოდებული პეტლების. ხო და უკანა სპინის. ხო, უკანა რკინის ბამპერი ძალიან კარგია. ხო, დანარჩენი ეს არის 2-დან 2 ძრავია. რავი, დანარჩენი ნელ-ნელა. ესეც ითორქია? ითორქია? ითორქია კი. ხო. გამოდის რომ ყველა ვრანგლერი რაც ყავს პრინციპში ითორქებია 2-დან 0. კარგი, წავედით ახლა თბილისისკენ და ახშეს რავი, მე ნელ-ნელა ვნახოთ. всё, ეგ არის, წავედით პირველი გავლა, ჩემი ახალი მანქანით. წავყევით. ახლა ნელ-ნელა გზაში რაღაცები ვნახოთ რა, როგორ არის. აბა თან საოცრად წადი. ვიდი. ერთი ნიუანსი რაც არის, რომ ტორმუზზე მუხრუჭები ჯერ საკმაოდ დადებილებულია. იმის გამო, რომ სუჟანგიანია საყრდენი დისკები, ასე ვთქვათ, რაც ეთხებული ვარ. ნელ-ნელა ცოტა ფრთხილად ვიდი ჯერ და ცოტა ხანში მოჯდება. ესეც ესე წავით ახლა თბილისისკენ. ჯერ აკუმულატორი დამჯდარი იყო, CarPlay არ მერტყობა და ესე უსიკოთ დავდივარ. აი წავედით. ესეთი წვიმა გვაქვს წინ. მივდივართ. სატყელა და აია, ამსანებული ლამაზებუნება. ესეც ესე ჩამოვაღწიეთ თბილისში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ტექნიკურად ყველაფერი გამართული, არაფერი სიურპრიზები არ მქონია. საკმაოდ დიდი სეტყვა ყოფილა ჩემს ჩამოსვლამდე თბილისში და ცოტათი ავწვდი მეც. აქედან შემოვედით, გზაზეც დიდი საცობები იყო და იქ ცოტა ძლიერ წვიმაში მოვყავით, მაგრამ როგორც გავიგეთ, თბილისში ძალიან ბევრი მანქანა დაზიანდა და სამწუხაროა. რაც შეეხება მანქანას, კმაყოფილი ვარ, მომზადებას, ტექნიკურად, სერვისს, რაღაცებს ნელ-ნელა მივყვები ახლა და ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერს ნელ-ნელა განახებ. მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ გამოგვიწერეთ, დაგვილაიქეთ და ვეცდებით შემოგთავაზოთ საინტერესო ვიდეოები. აბა დროებით.